დღეს მინდა ქოლესტერინზე გესაუბროთ და ბოლოს მის შესამცირებლად სასარგებლო რჩევები და რეცეპტები შემოგთავაზოთ. ქოლესტერინს ცუდი რეპუტაცია აქვს, მაგრამ იცით თუ არა, რომ ის სინამდვილეში ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია. ეს ცვილისებრი ნივთიერება იმ ცხიმის ტიპს წარმოადგენს, რომელიც უჯრედებს ფუნქციონირებისთვის სჭირდებათ. ის ჯანსაღი უჯრედების კედლების ასაშენებელი ბლოკივით არის, რომელიც ჰორმონების, D-ვიტამინის და საჭმლის მონელების დამხმარე ნივთიერებების წარმოებაში და ცხიმების მონელების პროცესში გვეხმარება. მას ორგანიზმი ნაულის მჟავების საწარმოებლადაც იყენებს. გარდა ამისა, ქოლესტერინი D-ვიტამინის წინამორბედიც არის, რაც ჯანსაღი და ძლიერი ძვლებისთვის აბსოლუტურად აუცილებელია. თუმცა როგორც ცხოვრების უმეტეს შემთხვევებში, აქაც ზომიერებაა ოქროს გასაღები. ზედმეტი ქოლესტერინი საზიანოა ჯანმრთელობისთვის. როდესაც ჩვენ სისხლში ზედმეტი ქოლესტერინია, ის არტერიების კედლებს ეკვრება. დროთა განმავლობაში ეს დაგროვება არტერიებს ავიწროვებს და ამგვარად სულდავს სისხლის ნაკადს. სწორედ აქედან იწყება პრობლემები. სისხლის ნაკადის შეზღუდვა ნიშნავს, რომ ჩვენს გულს უწევს უფრო მეტი მუშაობა სისხლის მთელ სხეულში გადასაზიდად. ეს დიდი დატვირთვაა ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და შეიძლება ჯანმრთელობის ისეთი სერიოზული პრობლემების გამომწვევი იყოს, როგორიცაა გულის დაავადებები, გულის შეტევა და ინსულტი. ასე რომ ქოლესტერინი თავისთავად მტერი არ არის, სწორი ბალანსია მთავარი. ჯანსაღი ქოლესტერინის დონის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ხანგრძლივი და ენერგიით ახსავსე სიცოცხლისთვის. ყველა ქოლესტერინი ერთნაირად ცუდი როდია. ისევე როგორც არსებობს კარგი და ცუდი ცხიმები, არსებობს კარგი და ცუდი ქოლესტერინიც. არსებობს ეგრეთ წოდებული HDL და LDL ქოლესტერინი. HDL არის კარგი, რომელიც ზედმეტ ქოლესტერინს თავს ერთად უყრის. LDL არის ცუდი, რომელიც არტერიებზე ნადები დაგროვებების წარმოქმნას უწყობს ხელს. ეს უკანასკნელი წებოა ნარჩენს შეგვიძლია შევადაროთ, რომელიც არტერიებს აჭუჭყიანებს. თავდაპირველად ისინი მცირე დეპოზიტებია, მაგრამ 25-40 წლის ასაკში ქოლესტერინის ფენა სწრაფად იზრდება. 40 წლის ასაკში კი უკვე სისხლძარღვები ხშირად ქოლესტერინის მიერ 50%-ით არის შევიწროვებული. ეს იწვევს იმას, რომ გულს არტერიული წნევის გაზრდა უწევს, რაც ჰიპერტენზიას იწვევს. თუმცა ეს არ არის ყველაზე საშიში ნაწილი. ბევრად უფრო საშიშია ის ფაქტი, რომ ქოლესტერინი ბლოკავს ყველაზე პატარა სისხლძარღვებს, რომლებიც ორგანიზმის ყველა ქსოვილში გვხვდება. ამის გამო ორგანოები და ქსოვილები საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით ადეკვატურად ვეღარ მარაგდება, რაც პათოლოგიურ პროცესებს და ქრონიკულ დაავადებებს იწვევს. ეს გავლენას ახდენს, მათ შორის კუჭზე, ელენთაზე, ღვიძლზე, პანკრეასზე, თვალებსა და სახსრებზე. გარდა ამისა, დაბინძურებულ სისხლძარღვებში შეიძლება სისხლის შედედებული კოლტები წარმოიქმნას, რომელიც ქოლესტერინისა და სისხლის უჯრედებისგან შედგება. ეს შედედებული კოლტები შეიძლება გადავიდეს გულში ან ტვინში, რამაც შეიძლება მყისიერად გულის შეტევა ან ინსულტი გამოიწვიოს. ქოლესტერინით გამოწვეული სისხლძარღვთა ბლოკირების სიმპტომებია: შეშუპებები დილით, ტინიტუსი, პერიოდულად ბუნდოვანი ხედვა, კონცენტრაციის პრობლემები, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, უძილობა, დაღლილობის მუდმივი განცდა, დაბუნდული ხედვა, მეხსიერების პრობლემები, ქოშინი, საჭმლის მომნელებელი პრობლემები, ჭარბი წონა. სისხლში საკუთარი ქოლესტერინის დონის ცოდნა მნიშვნელოვანია. ამის გარკვევა სისხლის ანალიზით არის შესაძლებელი. როცა საქმე ქოლესტერინს ეხება, დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი დონე ორგანიზმში შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, ის ხშირად არ იძლევა გამაფრთხილებელ ნიშნებს. შედეგად თქვენ შეიძლება გქონდეთ მაღალი ქოლესტერინი და არც კი იცოდეთ ამის შესახებ. სწორედ ამიტომ მას ხშირად უხილავ მკვლელს უწოდებენ. მაღალი ქოლესტერინის სიმპტომები ხშირად გულის დაავადების ნიშნებია, როგორიცაა გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა ან გულის შეტევა. ამ უხილავი ბუნების გამო რეგულარულად ქოლესტერინის შემოწმება მნიშვნელოვანია. ასაკის მატებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგულარული შემოწმებები, თუ ისეთი რისკ ფაქტორებიც არსებობს, როგორიცაა გენეტიკა. ასეთ დროს შემოწმება დაგეხმარებათ ქოლესტერინის ადრეულ გამოვლენაში. პრევენცია კი მოგეხსენებათ, ყოველთვის უფრო ადვილია ვიდრე მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკას შეუძლია როლი ითამაშოს ქოლესტერინის დონეზე, ცხოვრების წესი და კვება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს უკანასკნელი არის ერთ-ერთი მაღალი ქოლესტერინის ყველაზე დიდი მიზეზი. სამწუხაროდ ძალიან ხშირად ადამიანებს მოსწონთ საკვები, რომელიც მდიდარია ნაჯერი და ტრანსცხიმებით. ეს არაჯანსაღი ცხიმები ჩვეულებრივ ზედმეტად გადამუშავებულ საკვებში, შემწვარ პროდუქტებსა და ცხიმიან ხორცში გვხვდება.
ასეთი საკვები ზრდის LDL, ცუდი სახის ქოლესტერინის დონეს, რომელიც არტერიებს აბინძურებს. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა კიდევ ერთი რისკ ფაქტორია. რეგულარული მოძრაობა კი ეხმარება HDL ქოლესტერინის ზრდას და, პირიქით, მჯდომარე ცხოვრების წესი ჩვენს გულს ძალიან ცუდ სამსახურს უწევს. მოწევა კიდევ ერთი დიდი რისკ ფაქტორია. ის არა მხოლოდ ზიანს აყენებს ფილტვებს, არამედ ასევე უარყოფითად მოქმედებს ქოლესტერინის დონეზე, ამცირებს HDL და ზრდის LDL ქოლესტერინს. მოწევის შეწყვეტა ერთ-ერთი საუკეთესო რამეა, რაც შეგიძლიათ თქვენი გულის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის გააკეთოთ. და ბოლოს, ზედმეტი წონამ, განსაკუთრებით მუცლის ცხიმა, შეიძლება გამოიწვიოს მაღალი ქოლესტერინი. პატარა წონის დაკლებამაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი ქოლესტერინის დონე. რაც შეეხება იმას, თუ რა ვიღონოთ მაღალი ქოლესტერინის წინააღმდეგ. საამისოდ მთელი ცხოვრების თავდაყირა დაყენება არ არის საჭირო. თქვენს კვებასა და ცხოვრების სტილში პატარა ცვლილებებმაც მნიშვნელოვანი განსხვავება შეიძლება მოახდინოს. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური ცვლილება, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის თქვენი დიეტის ცვლილება. ფოკუსირდით საკვებზე, რომლებიც მდიდარია ხსნადი ბოჭკოთი, როგორიცაა შვრია, ლობიო, ოსპი, ვაშლი და მსხალი. ხსნადი ბოჭკო მოქმედებს როგორც ღრუბელი, რომელიც ზედმეტ ქოლესტერინს თქვენს საჭმლის მონელების სისტემაში ისრუტავს და ორგანიზმს მის გამოდევნაში ეხმარება. ჯანსაღი კვების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ცხიმიან თევზებში, როგორიცაა ორაგული, მაკრელი და ტუნა, ასევე ნიგოსსა და სელის თესლებში გვხვდება. ჩართეთ თქვენს კვებაში ასევე გულისთვის ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა ავოკადო, ზეითუნის ზეთი და თხილეული. ეს მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმები ეხმარება HDL ქოლესტერინის ზრდას და LDL ქოლესტერინის შემცირებას. შეზღუდეთ ნაჯერი და ტრანსცხიმების მიღება, რომლებიც ბევრ ზედმეტად რაფინირებულ და შემწვარ საკვებში გვხვდება. ქოლესტერინის დონის შესამცირებლად და ჯანსაღი გულის და სისხლძარღვთა სისტემის შესანარჩუნებლად ოპტიმალურია ცხოვრების წესის შემდეგი ცვლილებები მოერიდეთ ნაჯერ ცხიმებს, რომლებიც წითელ ხორცსა და ცხიმიან რძის პროდუქტებში გვხვდება. ტრანსცხიმებს, რომლებიც ბევრ ზედმეტად გადამუშავებულ საკვებშია, ასევე უნდა მოერიდოთ. ჭამეთ მეტი ბოჭკოვანი პროდუქტები, ესენია ხილი, ბოსტნეული პარკოსნები. ბოჭკოები ეხმარება ქოლესტერინის ნაწლავში შეკავებას და მის ორგანიზმიდან გამოდევნას. გამოიყენეთ უჯერი ცხიმები, რომლებიც გვხვდება ზეითუნის ზეთში, ავოკადოში და თხილეულში. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც გვხვდება თევზში, როგორიცაა ორაგული და სკუმბრია, განსაკუთრებით სასარგებლოა. ნაკლები ნაჯერი ცხიმების მისაღებად ეს რჩევები გაითვალისწინე. მაგალითად რძის პროდუქტების ყიდვისას ცხიმის რაოდენობას დააკვირდი, რაც ნაკლებია შიგ ცხიმის საერთო რაოდენობა, მით ნაკლებია ნაჯერი ცხიმებიც. ხორცის მიღებისას ხილული ქონი მოაჭერით და ნუ მიირთმევთ. რაც შეეხება სუფთა სახის ცხიმებს, ის ცხიმები, რომლებიც ოთახის ტემპერატურაზე ფორმას ინარჩუნებენ, მაგალითად კარაქი, შეიცავს ბევრ ნაჯერ ცხიმებს. თხევადი ცხიმები კი, მაგალითად ზეითუნის, შეიცავს უჯერ ცხიმებს, რაც კარგია ჯანმრთელობისთვის. გარდა ამ ყველაფრისა, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. უმეტეს დღეებში მინიმუმ 30 წუთი ზომიერი ვარჯიში ეხმარება კარგი HDL ქოლესტერინის გაზრდას და ცუდი LDL ქოლესტერინის შემცირებას. სიარული, სირბილი, ველოსიპედის ტარება, ცურვა ან სხვა ფიზიკური აქტივობები ძალიან სასარგებლოა. რადგან ასეთ დროს სისხლძარღვები ელასტიურობას ინარჩუნებს, რაც იწვევს იმას, რომ გულს სისხლის ამოსატუმბად წნევის მომატება აღარ უწევს. შესაბამისად, სისხლძარღვების ელასტიურობის გაზრდა წნევის შემცირებას იწვევს. გაინტერესებთ, რამდენი მოძრაობაა საჭირო? ეს არის კვირაში 150-დან 300 წუთამდე სეირნობა, ან ცურვა, ან ამის ნაცვლად 75-დან 150 წუთამდე დამღლელი აქტივობები. აუცილებელია ჯდომის დროის შემცირება. აქ სანამ სასოწარკვეთილებას მიეცემით, ვჩქარობ დაგამშვიდოთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ყოველდღე მაგალითად 30 წუთი ფიზიკურად დაიტვირთებით თუ დღეში 3-ჯერ 10 წუთი. ასე რომ შეგიძლიათ ნელა და ფრთხილად დაიწყოთ, რომ ძალიანაც არ გაგიჭირდეთ და მოტივაცია არ დაკარგოთ. ჯანსაღი წონის შენარჩუნება ან თუ ჭარბი წონა გაქვთ, წონის დაკარგვა შეიძლება დაეხმაროს ქოლესტერინის შემცირებას. მოწევის შეწყვეტა აუმჯობესებს HDL ქოლესტერინს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის და სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. ალკოჰოლის, მაგალითად წითელი ღვინის ზომიერმა მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს HDL ქოლესტერინი, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ზედმეტი მოხმარება სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. პროდუქტები, რომელიც რეკომენდირებულია მაღალი ქოლესტერინის წინააღმდეგ არის ნიორი, ხახვი და პრასი. ეს უკანასკნელები თავისი გოგირდის ნაერთებით შლის ან აფერხებს ქოლესტერინის წარმოებას.
ასევე ყოველდღე წყალში გაზავებული 1-2 სუფრის კოვზი ვაშლის წმრის დალევა შეიძლება დაეხმაროს ქოლესტერინის შემცირებას. მწვანე ჩაის რეგულარული სმა შეიძლება დაეხმაროს LDL ქოლესტერინის შემცირებას და HDL, ანუ კარგი ქოლესტერინის გაზრდას. საუზმეზე ქერის ფაფის მირთმევა მოგამარაგებთ ხსნადი ბოჭკოებით, რომლებიც ქოლესტერინის შემცირებას შეუწყობს ხელს. ნუში, კაკალი და სხვა თხილეული ასევე კარგი ეფექტს იძლევა ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად. ასევე ვაშლი შეიცავს პექტინს, რომელიც ამცირებს LDL ქოლესტერინის დონეს, ასე რომ ვაშლის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა ყველაზე მარტივი საშუალებაა ქოლესტერინის შესამცირებლად. მიეჩვიეთ ასევე დაფქული სელის თესლის გამოყენებას. ის შეიძლება სმუზებში, მაწონში ან სალათებში დაუმატოთ. ქოლესტერინის დონის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ კურკუმას სანელებლად ან ჩაის სახით. მიუხედავად ყველაფერის ზემოთ თქმულისა, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ადამიანის ორგანიზმი მასში არსებული ქოლესტერინის 90%-ს კი არ ღებულობს, არამედ თვითონ აწარმოებს და მხოლოდ 10%-ს ღებულობს საკვების სახით. ასე რომ ცხოვრების სტილი უზარმაზარ გავლენას ახდენს მის დონეზე. მაგალითად, სტრესმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქოლესტერინის დონეზე. მედიტაციის, იოგას და სუნთქვის ვარჯიშებს შეუძლია სტრესის შემცირებაში დახმარება. რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ქოლესტერინის დონე, რათა გააკონტროლოთ მიღებული ზომების ეფექტურობა და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოთ ცვლილებები. ეხლა კი რეცეპტების დრო დადგა. სისხლში ქოლესტერინის დასაწევად ჟოლოს ფოთლების ჩაი მოამზადეთ. ჟოლოს ფოთლები სავსეა ვიტამინებით, რკინით და კალციუმით, ეხმარება განწყობის ამაღლებას. ამ ჩაის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვს ჟოლოს ფოთლებს 250 მl მდუღარე წყალი დაასხი და 15 წუთი გააჩერე. გადაცურე და მიირთვი. ასევე ამცირებს ქოლესტერინს უცხო სუნელიც. საამისოდ დილა საღამოს დანის წვერით უცხო სუნელი წყალში გახსენი და დალიე. კუნელის ჩაი. 2 სუფრის კოვს კუნელს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და მთელი ღამე გააჩერეთ. გადაცურეთ. დღეში 1-2 ფინჯანი დალიეთ. ჰიბისკუსის ჩაი. 2 ჩაის კოვს გამხმარ ჰიბისკუსის ყვავილებს 250 მl ადუღებული წყალი დაასხი. დააფარე და 5-7 წუთის შემდეგ გადაწურე. დაბალი წნევის დროს ნუ დალებთ, რადგან წნევას კიდევ უფრო დაბლა დაწევს. გარდა ამისა, შეიცავს ესტროგენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალები, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სვამენ, ჯობს მოერიდონ ამ ჩაის, რადგან ის ამ აბების ეფექტს შეამცირებს. ქოლესტერინის და წნევის დასაწევი ჩაი. დაგჭირდებათ 2 ღერო ნედლი ან 2 ჩაის კოვზი გამხმარი ბარამბო, 2 სუფრის კოვზი გამხმარი ჩინჭარი, 1 სუფრის კოვზი გამხმარი ჰიბისკუსის ყვავილები, 9 სუფრის კოვზი გამხმარი ლავანდა, 1 ჩაის კოვზი ხმელი რეჰანი, 5 ცალი გამხმარი ასკილი, 750 მl წყალი. ბარამბოს ღეროები გარეცხეთ და პატარა ნაწილებად დაანაწევრეთ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი 1 ჭურჭელში მოათავსეთ. 750 მl წყალი აადუღეთ და 1 წუთის დაყოვნების შემდეგ ინგრედიენტებს დაასხით. 5-დან 8 წუთის განმავლობაში გააჩერეთ და გადაწურეთ. როგორც ხედავთ, მაღალი ქოლესტერინი განაჩენი არ არის და ჯანსაღი კვების რეგულარული ვარჯიშის და ბუნებრივი საშუალებების კომბინაციით ბუნებრივად შეგიძლიათ მისი დონის შემცირება და ამ გზით თქვენი ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ. შენ მართლა გჯერა, რომ დღეს ვეღარავის ვეღარაფრით გააოცებ. ცდები, იმიტომ რომ შენ ჩვენ არ გვიცნობ. მოდი, გაგვიცანი. ჩვენთან ერთად სასწაულებს მოახდენ. გინდა შენი სურათი ავალაპარაკოთ. თუ გაინტერესებს რად გინდა, ნახერეების გაკეთება შეგიძლია. გაუკეთე რეკლამა შენს ბიზნეს ონლაინ პლატფორმებზე. გააკეთე შენი პროექტის თუ ბიზნეს იდეის შთამბეჭდავი ონლაინ პრეზენტაცია. დაურთე შენს ონლაინ რეზიუმეს და ამით დააინტერესე შენი პოტენციური დამსაქმებელი. გააოცე და გაახალისე მეგობრები. უბრალოდ გაიცინე. გახსოვს ეს სურათი, ალბათ კი, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ გემახსოვრება. გადავწყვიტე ის დღე ასე გამეცოცხლებინა. გამოგვიგზავნე სურათი. ახალი სიცოცხლე ჩაუბეროთ წარსულს. სურათი ილაპარაკებს იმას, რასაც თქვენ მოგწერთ რომ თქვას. იმ ენაზე ილაპარაკებს, რა ენაზეც თქვენ გინდათ. იმდენს ილაპარაკებს, რამდენსაც გადაუხდით.
შესაკვეთად მითითებულ ემაილზე გამოგვიგზავნე სასურველი ფოტო, მოგწერე სასურველი ტექსტი რა ენაზეც გინდა ან აუდიო ფაილი დაურთე. ჩვენ მაქსიმუმ 24 საათში გავამზადებთ და ემაილით გაცნობებთ. ამის შემდეგ იხდით თანხას და ღებულობ მოლაპარაკე სურათს.